წარმოგიდგენიათ ახლა რა ხდება ქალაქში. რამდენი ადამიანი იკეთებს კბილს. არიან თუ არა ისინი დაცულები. თუ ინფიცირდებიან. საშინელება ხდება ჩვენს ქალაქში და არავინ გარანტიას არ გვაძლევს იმისას, რომ ამ წუთებში სტომატოლოგიური კლინიკები არის მოწესრიგებული, კანონმდებლობას და რეგულირებას დაქვემდებარებული და ჩვენ უამრავი ინფიცირებული ადამიანი გვყავს ჩვენს გვერდით, ჩვენს ოჯახებში. ჩვენი ახლობლები არიან ისინი და არა უცხო ადამიანები. ჩვენს ქალაქში 500-ზე მეტი სტომატოლოგიური კლინიკაა და კიდევ ერთი ამდენი არარეგისტრირებული. ეს ჩვენთვის კატასტროფაა. იატაკქვეშეთში სტომატოლოგიური კლინიკა ეს არის ჩვენი ქვეყნის დაღუპვა. თბილისის 70-მდე სტომატოლოგიურ კლინიკაში დარღვევებია აღმოჩენილი. გამოვლენილია ერთჯერადი ინსტრუმენტების მრავალჯერად გამოყენების და არაკანონიერი სამედიცინო საქმიანობის ფაქტები. პაციენტი ირჩევს სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე დაბალ ფასს, მან არ იცის რის მიხედვით უნდა განსაზღვროს კლინიკის სანდოობა, შესაბამისად ის მიდის, ეძებს და მიდის მიმართავს ისეთ კლინიკას, რომელიც არის რეგულაციას არ მორგებული, არ არეგისტრირებული, მაგრამ იაფი სერვისით. ამიტომ ჩვენ სტომატოლოგებს არ მოგწონს, როდესაც იქიდან დაინფიცირებული პაციენტი ისევ ჩვენთან მოდის და ეს წრე არ ჩერდება. ეს არის უწყვეტი ნაკადი, სადაც პაციენტი ერთი კლინიკიდან, მოუწესრიგებელი კლინიკიდან გადადის მოწესრიგებულ კლინიკაში და ეს დაავადებები ყველაფერი ვრცელდება მაქსიმალურად და ისევ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად მოერგოს სტომატოლოგიური კლინიკები კანონმდებლობას და აღმოიფხვრას არარეგისტრირებული კლინიკების თარეში, რომლებიც ძალიან ცუდ შედეგებს იძლევიან. თბილისში მდებარე 20 სტომატოლოგიურმა კლინიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების. საბედნიეროდ 2023 წლიდან გამკაცრდა კანონმდებლობა და დაიწყო სახელმწიფომ უფრო გაძლიერებული კონტროლი. ლიგის ინიციატივა იყო და საბედნიეროდ სხვებსაც ჰქონდათ ალბათ ეს აზრი, რომ კლინიკა, რომელიც გახსნას აპირებდა, კი არ დაჯარიმებულიყო, ჯერ მორგებულიყო სტანდარტს და შემდეგ მისცემოდა მას მუშაობის უფლება. თუმცა ეს არ არეგულირებს ძველ კლინიკებს, უკვე რომელიც გახსნილია, ისინი მუშაობენ და მათ ჭირდებათ საკმაოდ კაცრად რეგულირების მიერ შემოწმება. ლიგას სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებლის მომართვის საფუძველზე უფლება აქვს შევიდეს სტომატოლოგიურ კლინიკაში და მოარგოს სრულყოფილად კანონმდებლობას და რეგულაციებს. პირველი ეტაპი, რასაც სთავაზობს ლიგა, ეს გახლავთ ვრცელი პაკეტი, რომელიც კლინიკა ნულიდან ასე დავარქვით, რომელიც მოიცავს შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული სივრცის მოწყობას, გეგმარებას სრულყოფილად კლინიკის გახსნის წერტილამდე, ხოლო შემდეგ აუცილებლად გრძელდება ჩვენი თანამშრომლობა, როგორც წევრისა და უფლებადამცველის. გამომდინარე იქიდან, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუდმივად საჭიროა ახალი ინფორმაციის მიტანა, მუდმივად იცვლება კანონმდებლობა, მუდმივად ხდება სხვადასხვა დარღვევები შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვამონიტორინგებთ ჩვენს გახსნილ კლინიკებს. თუმცა გვაქვს მეორე სერვისი, რომელიც უკვე ინსპექტირებას გულისხმობს, ეს არ არის მონიტორინგი, ეს არის ინსპექტირება სტომატოლოგიური კლინიკის, ეს არის აბსოლუტურად უფასო სერვისი საქართველოს მასშტაბით. მოვიცავთ ყველა კლინიკას და ნებისმიერ კლინიკას შეუძლია მოგვმართოს
და ისარგებლოს ლიგის სერვისით. ეს ნიშნავს იმას, რომ მობილური ჯგუფი ადგილზე მიდის, აღმოაჩენს ყველა დარღვევას, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკაში შეიძლება აღმოსაფხრელი იყოს და შემდეგ ოქმის სახით ეგზავნებათ ყველა დეტალურად გაწერილი ინფორმაცია თუ რა ხარვეზე აღმოჩნდა მათ კლინიკაში, რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი სახელმწიფოს მიერ დაჯარიმება და ჩვენ რა თქმა უნდა რეკომენდაციას ვაძლევთ სრულყოფილად, როგორ უნდა აღმოფხრან ეს დარღვევები და თავიდან აიცილონ არა მარტო ჯარიმები, არამედ ინფექციის გავრცელება სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც მათ იმიჯზე ცხადია ძალიან ცუდად იმოქმედებს. რას თქვენ ჩამოგიწერეთ, რომ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა შორინასთან ერთად გასაკვირველია თქვენს წარმომადგენელთან ერთად და სრული დოკუმენტაცია მოვაგროვეთ. ესენი უკვე პრინციპში გადახედილია, შესწავლილია, რომ ყველაფერი არის სწორად და მზად არის უკვე ლიცენზირებისთვის.